იცით რომ არსებობს კვადრატული ცისარტყელა? და არა მარტო კვადრატული. მაგალითად იტალიაში კორსიკაზე გვხვდება რგოლისებური ცისარტყელა. იტალიელები მას ანელო არკობალენოს უწოდებენ. გადმოცემის თანახმად მისი გამოჩენის დროს გოგოსთვის ხელის თხოვნა ბედნიერების საწინდარია. ხოლო მექსიკის სამხრეთის შტატებში ცისარტყელა კვადრატულია. ადგილობრივები მას უწოდებენ ირის კვადრადო. ტრადიციის მიხედვით მის გამოჩენისას ოჯახის უფროსები კედელში ლურსმანს აჭედებენ. იაპონიაში ზოგჯერ ცისარტყელა ცაში სპირალის ფორმას იღებს. ადგილობრივები მას ფრთხილ ქარს უწოდებენ. მის გამოჩენაზე იაპონელი დიასახლისები ტრადიციისამებრ სპირალურ სუშის ამზადებენ. ლეგენდის მიხედვით თუ ფერად სპირალს ციდან სუფრაზე გადმოიტანს საჭმელი მთელი წელი კარგად შეგერგება. ნორვეგიაში ცაზე ხშირად ჩნდება ფერადი ზიგზაგი, რომელსაც ადგილობრივები ელვის ხეტიალს უწოდებენ. ამბობენ ელვა ფერებს ასწავლის როგორ უნდა იხეტიალონ ცაში ისე, რომ ერთმანეთს არასოდეს გადაეყარონ. არსებობს აგრეთვე სფეროს ცისარტყელა, რომლის წარმოშობას ინდუსტრიულ გამონაბოლქვებს უკავშირებენ. არის ცისარტყელა ქარბორბალაც, ზოლისებური ცისარტყელა, რომელიც ოკეანის თავზე გამოჩნდება ხოლმე. აგრეთვე დაბლცისარტყელა, მასიური ცისარტყელა, რომელიც მთელცაზე გადაეკრება ხოლმე. ნიუ-იორკში ნოემბრის ბოლოს ჩნდება ღამის ცისარტყელა, რომლის გამოჩენას მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ფოტოგრაფები კვირაობით ელოდებიან ხოლმე. ასე რომ ცისარტყელა მარტო რკალი არა, ეს ფერადი, აბსურდული საერთაშორისო თეატრია, სადაც ფერები მუდმივად იცვლიან ფორმებს, სახელებს იძენენ და მსოფლიოში უნიკალურ წარმოდგენებს ქმნიან.